ატლანტის ოკეანის ცივ-წყლებში, ისლანდიას, ნორვეგიასა და შოტლანდიას შორის მდებარეობს ადგილი, რომელიც თითქოს ზებუნებრივად გამოიყურება. კუნძულების ჯაჭვი უზარმაზარ ოკეანეში წარმოუდგენელ სურათს ქმნის. ეს ფარერებია. აქ ნახავთ მწვანე ბორცვებს, პატარა სოფლებს ფერადი სახლებით და ჩანჩქერებს, რომლებიც პირდაპირ ოკეანეში ჩაედინება. ამ ადგილას ყველაფერი მშვიდი, წყნარი და იდეალური ჩანს, მაგრამ ფარერის კუნძულები უბრალოდ ლამაზი ადგილი არ არის. ის იზოლირებული, დაუცველი და სხვა ადგილებისგან საკმაოდ განსხვავებულია. საუკუნეების განმავლობაში აქ ცხოვრება მხოლოდ ერთ რამეს, გადარჩენას ნიშნავდა. 18 კუნძული ატლანტის ოკეანეში მკვეთრადაა ამოზრდილი, ციცაბო მთები, დროის მიერ გამოკვეთილი კლდეები და ქარიშხლები, რომლებიც მუდმივად მოულოდნელად იწყება. დღესაც კი აქ ამინდი შეიძლება წამებში შეიცვალოს. მზის შუქი ნისლად იქცევა, ნისლი წვიმად, შემდეგ კი წარმოუდგენელ ძლიერ ქარად. კუნძულზე ხეებს თითქმის ვერ სადნახავთ და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანები აქ მაინც ცხოვრობენ. ეს ფაქტი კი საკმაოდ უცნაურად ჟღერს. საინტერესოა, რატომ უნდა აერჩიათ ადამიანებს ცივი და დაუნდობელი ოკეანის შუაგულში იზოლირებულ კუნძულებზე დასახლება. ისტორიკოსები თვლიან, რომ კუნძულებზე ადამიანები პირველად 1000 წლის წინ გამოჩნდნენ. ზოგიერთი მათგანი სიმარტოვესა და სულიერ იზოლაციას ეძებდა. სხვები ვიკინგების ეპოქის სკანდინავიელი მკვლევარები იყვნენ, რომლებსაც ცნობის მოყვარეობა ამოძრავებდათ. ლეგენდის თანახმად, კუნძულებზე პირველად ის ადამიანები დასახლდნენ, რომლებიც ჰარალდ პირველის მეფობას მიუღებლად თვლიდნენ. თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანების კუნძულზე ჩამოსვლის მიზეზი, ფაქტი ფაქტად რჩება. მათ ამ ადგილას სამუდამოდ დარჩენა გადაწყვიტეს. კუნძულზე ცხოვრება გამძლეობას, დისციპლინასა და უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. თაობების განმავლობაში ეს კუნძულები გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებული იყო. გემები ამ ადგილებში იშვიათად მოძრაობდნენ, ამიტომაც მოსახლეობა ყოველთვის რთულ პირობებში ცხოვრობდა. ისინი ძირითადად საკუთარ მოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი. მიწა კი ყოველთვის ცოტას იძლეოდა. დროსთან ერთად ხალხი ადაპტირდა. მათი მთავარი საქმიანობა თევზაობა და ცხვრების მოშენება გახდა. მათ ქარიშხლებთან ერთად ცხოვრებაც ისწავლეს, თუმცა იზოლაცია სხვა ყველაფერთან ერთად უამრავ მითსა თუ ლეგენდას ქმნიდა. კუნძულზე მცხოვრებ ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში სწამდათ, რომ მთებში ზებუნებრივი არსებები ბინადრობდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ოკეანის სიღრმეებში იმალებოდნენ ის ქმნილებები, რომლებთან შეხვედრაც მათთვის სახიფათო იყო. უამრავი სირთულის მიუხედავად, კუნძულის მოსახლეობა გადარჩა. მცირე ზომის სოფლებში ადამიანები ერთმანეთის დახმარებას მუდმივად ცდილობდნენ. ასე გადიოდა წლები. შემდეგ კი ახალი ერა დაიწყო. ერა, სადაც იზოლაცია სამუდამოდ უნდა დასრულებულიყო. ისტორიის უდიდესი ნაწილი ფარერის კუნძულები ყველასგან მივიწყებული იყო. ადამიანების სიცოცხლე მთლიანად ოკეანისა და ამინდის არაპროგნოზირებად განწყობაზე იყო დამოკიდებული. კუნძულებზე რესურსები მუდმივად არასაკმარისი იყო, რადგანაც იქ არც ტყეებია და არც ფართო სასოფლო-სამეურნეო მიწები. ამიტომაც კუნძულებზე შეიქმნა საზოგადოება, რომელიც მთლიანად ადაპტაციაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა საშიშროებას წარმოადგენდა, ის ასევე საკვების, ვაჭრობისა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ საიმედო გზად რჩებოდა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პატარა ხისნაობით ატლანტის ყინულოვან წყლებში იმის ცოდნით დაცურავდნენ, რომ მორიგ მოულოდნელ ქარიშხალს შეიძლებოდა ყველაფერი დაესრულებინა. ზოგიერთი დასახლება იმდენად შორს მდებარეობდა, რომ მათთან მისვლა მხოლოდ ნავით ან საათობით ციცაბო ფერდობებზე სიარულით იყო შესაძლებელი. თანაც ხშირად ასეთი მგზავრობა ძლიერ ნისლსა და ქარში ხდებოდა. ზამთარში ყველაფერი კიდევ უფრო უარესდებოდა. ქარიშხლებისა და თოვლის გამო ზოგიერთი კუნძული გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილი იყო. სიჩუმეს მხოლოდ ქარი და ოკეანის მუდმივი ხმაური არღვევდა. ასეთმა ცხოვრებამ უნიკალური და მდგრადი კულტურა ჩამოაყალიბა, რადგანაც მსგავს პირობებში გადარჩენას მარტო ვერავინ შეძლებდა. დღესაც კი ერთიანობის განცდა კუნძულის ცხოვრების ძირითად ნაწილად რჩება, მაგრამ ბუნება ერთადერთი ძალა არ ყოფილა, რომელიც ფარერის კუნძულების ისტორიას წერდა. საუკუნეების განმავლობაში კუნძულებს სხვა დიადი ძალებიც აკონტროლებდნენ. კუნძულები თავდაპირველად ნორვეგიამ, შემდეგ კი დანიამ მიითვისა. ყველასგან უგულებელ ყოფილი და დავიწყებული ფარერების მოსახლეობა უცხოური მმართველობის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. რიგითი ადამიანებისთვის კუნძულები უმნიშვნელო ჩანდა, მაგრამ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც უკვე გითხარით, მოსახლეობაში უამრავი მითი თუ თქმულება არსებობდა, რადგანაც როდესაც ადამიანები უსასრულო ოკეანით გარშემორტყმულნი ნისლით დაფარული კლდეების ქვეშ ცხოვრობენ, ლეგენდები მათი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი ხდება. ეს მითები უმნიშვნელო არასდროს ყოფილა, მათ კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს, თუმცა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სხვა რამ იყო. ფარერები ყოველთვის უამრავ ცხვართან ასოცირდება. აქ იმაზე მეტი ცხვარია, ვიდრე ადამიანი. მათ ყველგან ნახავთ, რადგანაც ამ ცხოველებისთვის კუნძულებზე შეზღუდვები არ არსებობს. შესაძლოა სახელწოდება ფარერიც ძველი სკანდინავიური ფრაზიდან მომდინარეობდეს, რაც ცხვრის კუნძულებს ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობისთვის ცხვარი ყველაფერს ნიშნავდა: სიმდიდრეს, საკვებს, ტანსაცმელს და რაც ყველაზე მთავარია გადარჩენას. ფარერის კუნძულები იმპერიების ან ძლიერი მმართველების მიერ არასდროს აშენებულა.
დასახლებები აქ მხოლოდ ადამიანების წარმოუდგენელი ნებისყოფით შეიქმნა, მაგრამ ერთი რამ მუდმივად უცვლელი რჩებოდა. კუნძულები განვითარებული სამყაროსგან შორს მდებარეობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში აქ ცხოვრება ქარიშხლების, მოქცევებისა და ამინდის მკვეთრი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ მე-20 საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. ატლანტის ოკეანეში მდებარე ეს კუნძულები გარე სამყაროსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ადგილად იქცა. დღეს ფარერის კუნძულები ყველასგან მივიწყებული ადგილი აღარა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში კუნძულებმა წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია განიცადეს. ოდესღაც ერთი კუნძულიდან მეორე კუნძულზე გადასვლა რთულ საქმეს წარმოადგენდა, თუმცა დღეს ყველაფერი ბევრად მარტივადაა. აქ ნახავთ გზებს, რომლებიც პირდაპირ მთებშია გამოჭრილი, სრუტეებზე გადაჭიმულ ვიწრო ხიდებს და მაგისტრალებს, რომლებიც ოკეანის ქვეშ გადის. ფარერებისთვის მსგავსი პროგრესი აუცილებელი იყო, რადგანაც იზოლაცია აქ რომანტიკული არასდროს ყოფილა. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ კუნძულზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუმცა რაც არ უნდა იყოს, წესებს აქ კვლავ ბუნება ადგენს. შტორმების გამო ფრენები უქმდება, ნისლი ყოველთვის მოულოდნელად ჩნდება და ის ხეობებს მთლიანად ფარავს. ოკეანე კი ისევ ახსენებს ადამიანებს, რომ ისინი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ძალის პირისპირ ცხოვრობენ. დღეისათვის კუნძულებზე დაახლოებით 50,000 ადამიანი ცხოვრობს. 7 ქუჩები, ფერადი სახლები და ცხოვრების ნელი ტემპი ევროპის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებულად გამოიყურება. ეკონომიკა ზღვასთან კვლავ მჭიდროდაა დაკავშირებული. თევზაობა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის საფუძველი რჩება, მაგრამ უკანასკნელ წლებში ფარერის კუნძულები ტურისტული დანიშნულების მარშრუტად იქცა. მოგზაურები აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ მათ ხელუხლებელი პეიზაჟებით ტკბობა შეძლონ. აქ ნახავთ ჩანჩქერებს, რომლებიც პირდაპირ ოკეანეში ჩაედინებიან, სალკლდეებს, რომლებიც თითქოს ტალღებს მუდმივად ებრძვიან და სოფლებს, რომლებიც ნისლში არიან ჩამალულნი. ზოგიერთი ტურისტი იმასაც კი ამბობს, რომ თითქოს ფარერები დედამიწას არ ეკუთვნის, თუმცა ტურიზმს ახალი გამოწვევებიც მოაქვს. კუნძულის ინფრასტრუქტურა მასობრივ ტურიზმზე გათვლილი არასდროს ყოფილა. ადამიანთა დიდმა რაოდენობამ შესაძლოა კუნძულების მყიფე ეკოსისტემაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამიტომაც ფარერებზე მოგზაურობა მეტად კონტროლირებადია. ხშირად ტურისტები კუნძულის კიდეზე დგებიან და ხედავენ, რომ ათასობით კილომეტრის მანძილზე მხოლოდ წყალი, ქარი და სიჩუმეა და სწორედ ამ სიჩუმეში ავლენენ ფარერის კუნძულები საკუთარ რეალურ მნიშვნელობას. აქ მცხოვრები ადამიანები კი ადასტურებენ, რომ მათ გადარჩენა ისეთ პირობებშიც კი შეუძლიათ, სადაც ბუნება ყველაფერს აკონტროლებს. ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში მდებარე უბრალო ადგილი არ არის. ეს არის ტერიტორია, სადაც იზოლაციამ განსაკუთრებული კულტურა შექმნა და სადაც ადამიანები ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. სამყაროს დასალიერში მდებარე ეს ადგილი დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ხელუხლებელ ნაწილად რჩება.